სტუმართან ერთად სულ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის საინვესტიციო შედეგებზე და ასევე 2026 წლის პირველი 5 თვის დინამიკაზე, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და ვიცით, ფონდის აქტივებმა ჯამში გასული წლის ბოლოს 8 მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო მხოლოდ 2025 წელს საინვესტიციო შემოსავალმა რეკორდული 796 მილიონი ლარი შეადგინა. 2026 წლის მაისის ბოლოსთვის აქტივები უკვე 9 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ჯამურმა საინვესტიციო ამონაგებმა კი 2 მილიარდ 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. საქმე დილაში განვიხილავთ დღეს საპენსიო პორტფელის შედეგებს, ასევე მონაწილეთა რაოდენობის ზრდას და ფონდის სამომავლო საინვესტიციო სტრატეგიასაც მოვისმენთ, რისთვისაც საქმე დილას დისტანციურად უერთდება ანე ნაჭყებია საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფისრის მოვალეობის შემსრულებელი არის ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა და მოგესალმებით, მადლობა თქვენი ჩართულობისთვის და დროისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენი დროისთვის. ანა, დავიწყოთ 2025 წლის შედეგების შეფასებით, ხო? და მათ შორის, რაც ვიცით 2026 წლის 5 თვის შედეგები. რა ტენდენცია არის ეს და როგორ შეგიძლიათ თქვენ რომ შეაფასოთ ის სტრატეგია, რაც საპენსიო ფონდს აქვს? 2025 წელი საპენსიო ფონდისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი აღმოჩნდა. ჩვენი აქტივების მოცულობა დაახლოებით 2.2 მილიარდი ლარით გაიზარდა ჯამში და როგორც აღნიშნეთ, წლის ბოლოსთვის აქტივების მოცულობამ 8.2 მილიარდი შეადგინა. ამ ზრდას ორი ძირითადი წყარო აქვს. ერთი არის შენატანები, რომელსაც ყველა ადამიანი, ვინც სქემაში არის გაწევრიანებული, დაახლოებით 1.500.000 ადამიანი ახორციელებს ყოველთვიურად და მეორე არის ის საინვესტიციო მოგება, რომელსაც ამ თანხების ინვესტირებისგან ჩვენ ვიღებთ. 2025 წელი რეკორდული იყო, მხოლოდ 2025 წელს 796 მილიონი ლარის მოგება დავწერეთ და ჯამურად, რაც ფონდი გაშვებული არის 2019 წლიდან ამ მოგებამ 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ანა, რა შეგვიძლია ეს ტენდენცია გაგრძელდა? ხო, ტენდენციაზე აუცილებლად მინდა მოვისმინოთ თქვენი შეფასებაც, თუმცა 2024 წელთან შედარებით, ანუ რამ განაპირობა ასეთი ზრდა და ეს დინამიკა? 2025 წელს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჩვენს აქტივებში აჩვენა საერთაშორისო აქციების ბაზარმა. დაახლოებით 22% იყო აქციების ბაზრის მომგებიანობა და როგორც იცით, ჩვენი აქტივების, ჯამური აქტივების დაახლოებით 20% სწორედ აქციებში არის ინვესტირებული. ეს წელი კარგი აღმოჩნდა როგორც ამერიკული, ისე განვითარებადი ქვეყნების და განვითარებული ქვეყნების აქციების ბაზრებისთვის და ეს პირდაპირ პროპორციულად აისახა ჩვენი საპენსიო პორტფელების გებიანობაზე. რო შევხედოთ სამ პორტფელს, როგორც იცით, ჩვენ სამი განსხვავებული პორტფელს მართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური, სადაც სხვადასხვა პროპორციით არის წარმოდგენილი ეს საერთაშორისო აქციები. მაგალითად, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი დაახლოებით 55%-ია, მაშინ როცა კონსერვატიულ პორტფელში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ია. შესაბამისად, განსხვავებული იყო 2025 წლის მომგებიანობა ამ სამი პორტფელისთვის. დინამიკურმა პორტფელმა 2025 წელი 15.2%-ის მომგებიანობით დაასრულა, ხოლო კონსერვატიული პორტფელისთვის ეს მომგებიანობა დაახლოებით 11.8% იყო. ანა, შეგვიძლია ასევე პოზიტიურად შევაფასოთ ცვლილება დეკლარაციის ნაწილში, როცა ის საპენსიო და საშემოსავლო გადასახადი ერთ დეკლარაციაში მოგვცა, ანუ ამას რა ბიძგი ქონდა პოზიტიური აი ამ დინამიკისკენ? ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს შენატანებზე. როგორც იცით, ეს რეფორმა მაისიდან შევიდა ძალაში და მაისის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ გაზრდილი არის ყოველთვიური შენატანები, რასაც ხელი შეუწყო სწორედ აი ამ ცვლილებამ, ვინაიდან დაიფარა ბევრად მეტი კომპანია და ბევრად მეტი დამსაქმებელი და მათი შენატანებიც გაიზარდა. 2026 წლის 5 თვის შედეგებიც ცნობილია, რაც ასევე პოზიტიური მაჩვენებლებით შეგვიძლია რომ გამოვარჩიოთ და აქაც დომინირებს მათ შორის საერთაშორისო აქციების ნაწილი, თუმცა თქვენი მოლოდინები როგორი არის მიმდინარე წლის ბოლომდე? 2026 წლის პირველი 5 თვეც საკმაოდ წარმატებულად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ გქონდა დიდი მერყეობის პერიოდები, როგორც იცით, გეოპოლიტიკური სცენა საკმაოდ დატვირთული იყო და ეს პირდაპირ აისახა აქციების ბაზარზე. ჩვენ მარტში ვნახეთ აქციების ბაზარზე მნიშვნელოვანი კორექცია და დინამიკური პორტფელი, რომელსაც აქციებში მეტი წილი აქვს ინვესტირებული, მანდაც მეტი მერყეობა ვიხილეთ. თუმცა ამის მერე, როგორც იცით, აქციების ბაზარზე საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია
ინფორმაცია შენარჩუნდა, რაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს უკავშირდება ინვესტორების მხრიდან და პირველი 5 თვის მონაცემებით დინამიკური პორტფელი ინარჩუნებს ლიდერობას დაახლოებით ამ 5 თვის მონაცემებით მომგებიანობა დაახლოებით 9% არის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალანსებული პორტფელისთვის 7.5% იყო, ხოლო კონსერვატიულისთვის 5.8%, რაც აი ამ აქციების ბაზრის ზრდას უკავშირდება. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეერთებული შტატების ირანის აი ამ დაპირისპირებამ ახლო აღმოსავლეთში ერთის მხრივ მერყეობა გამოიწვია, თუმცა მეორეს მხრივ ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა ეს ასეთი რისკები არ მიიღეს ისე როგორც სხვა აქციების შემთხვევაში და ეს შესაბამისად ჩვენ საპენსიო სისტემაზე აისახა დადებითად. კი, ნამდვილად, როდესაც ომი დაიწყო, ამ დროს ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი კორექცია არამატო ამერიკაში, არამედ ევროპული, აზიის და სხვა ქვეყნების აქციების ბაზარზეც ვნახეთ ფასების შემცირება. თუმცა ამის მერე ერთის მხრივ გეოპოლიტიკური სცენა დასტაბილურდა და მეორეს მხრივ აი ამ ხელოვნური ინტელექტის კომპანიებმა გამოაქვეყნეს და ზოგადად ამერიკის ტოპ კომპანიებმა გამოაქვეყნეს ფინანსური მაჩვენებლები პირველი კვარტლის, რაც ერთ-ერთი უკეთესო იყო საერთოდ საფინანსო ბაზრების ისტორიაში, რაც პირდაპირ აისახა მოლოდინებზე ინვესტორების, რომ ზოგადად აქციების ბაზარზე და რაც გადაიზარდა, რომ არა მარტო ამერიკული, არამედ განსაკუთრებული კარგი შედეგები აჩვენა, მაგალითად აზიის ქვეყნების აქციების ბაზარმა, აქ არის კორეა, იაპონია, რომლის ფასები წლის დასაწყისიდან 30%-ით და მეტით არის გაზრდილი და ჩვენც გვაქვს გარკვეული წილი ინვესტირებული ამ ბაზრებზე და შესაბამისად ეს აისახება ყველა იმ მონაწილის საპენსიო ბალანსზე, რომელიც ამ სქემის ნაწილია. ანა, დიდი მადლობა ჩართვისთვის და თქვენი დროისთვის, რომ იყავით დღეს საქმიან დილაში. მადლობა. მადლობა. ანა ნაჭყებია, საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი იყო საქმიანი დილას ეთერში.